ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მასში მონაწილეობის საკითხი ისევ აზრთა სხვადასხვაობის და დაპირისპირების თემა ოპოზიციაში. პარტია ლელო და გახარია საქართველოსთვის არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან. ორი ბარიერგადალახული პარტია ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის კი პოზიციას არ ცვლის და ბრძოლას ქუჩაში და ბოიკოტის რეჟიმში აპირებს. პარალელურად ცალკეული პოლიტიკოსები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თავიანთ ხედვებზე საუბრობენ. მათ შორისაა ვერსიები, რომ ახალი არჩევნები მობილურებით, ლოტოტრონებით ან საერთაშორისო ადმინისტრაციის მეშვეობით ჩატარდეს. ვერსიას ემხრობა ყოფილი პრეზიდენტი საულმე ზურაბიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. სინდისის პატიმრები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ. რეპრესიული კანონები გაიწვიონ საერთაშორისო ადმინისტრაციით. ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს საჭიროა, რათა საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის გზა დაიბრუნოს, წერს ზურაბიშვილი. ყოფილ პრეზიდენტს უკვე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილი. საულმე ზურაბიშვილის განცხადება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოხატულება გახოთ, ანუ ყველა აქტორი საქართველოში კარგად აცნობიერებს ის ხალხიც კი, რომელიც იძახის, რომ მაინც აპირებს ამ ფარში და სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას, ისინიც კი ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები როგორც ასეთი გაუქმდა, ხო? ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ამ განცხადებაში, ყველა ვიცით, რომ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი დაბრუნდეს, საჭირო არის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მათ სადამკვირვებლო მისიების გულისხმობ, საკანონმდებლო გარემოს ფუნდამენტური ცვლილებით მოხდეს არჩევნების დაბრუნება, იმიტომ რომ ჯერჯერობით არჩევნები სამწუხაროდ გაუქმებულია ჩვენს ქვეყანაში. ამას არ თუ ეთანხმებით, ამას ვამბობთ ჩვენ ამდენი თვის განმავლობაში, ამას ვითხოვთ და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი და ცენტრალური მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით და ახალი პროცედურებით. ის არის სულ სხვა და ყველაზე მთავარი ბრძოლა, ეს არის უბრალოდ დამატებითი ფლანგი სწორედ იმ ამოცანის შესრულებისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკურად და პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების მოძებნა და ამ კანდიდატების გარშემო გაერთიანება. რა თქმა უნდა, მიუღებელია ის ისტერია, პირდაპირ ვიხმარ ამ სიტყვას, რაც მიმდინარეობს როგორც ჩვენი პარტიის მიმართ, ასევე ლელოს მიმართ, მარტივად განსხვავებული აზრის გამო, ეს ყველაფერი არის მიუღებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ მინდა თქვა, ჩვენს გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერავინ ვერ მოახდენს. ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, მცდელობა იმის წარმოსახვისა, რომ თითქოს არსებობს რადიკალურ ოპოზიციაში ნაცები და არანაცები. სინამდვილეში ჩვენ ბევრჯერ დავწმუნდით, რომ არის ერთი რადიკალური ოპოზიციის გუნდი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის გუნდი და ნაცობა არ ნიშნავს იმას, რომ იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი. ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს და ასე სხვა ქვეყნების ინტერესებში უნდა მოქმედებდე და ის უნდა დააყენო უპირატესად, ვიდრე შენი ხალხის და შენი ქვეყნის ინტერესი. ამიტომ ეს არის ჩვენ ხედავთ, რომ ბარიერგადალახული 4 რადიკალური ოპოზიციის პარტიიდან 2 დღეს აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს, 2 ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის წარმოსახვითი მცდელობა იმის წარმოჩენისა, თითქოს რომ იმისთვის, რომ ჩააჩოჩონ, თითქოს გააქრონ ნაციონალური მოძრაობა და ქართულ ხალხს კვლავ გარედან დადგმული სცენარით აჩვენონ თითქოს მოვიდა რაღაც ახალი ძალა, რომელიც არ არის კავშირის ნაციონალურ მოძრაობაზე.